საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და თურქეთს. გაინტერესებთ რით ვუსწრებთ ამ ქვეყნებს? იმედს თუ დავუჯერებთ სამართლის და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით. მათი თქმით, მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეც ვართ. ტელეკომპანია კვლევით ცენტრ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსს ეყრდნობა, თუმცა ამ ქართზე ინფორმაციას манипуляციურად ავრცელებს. ნიუსის სათაურშიც მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ მაჩვენებელზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც ყველაზე კარგი შედეგი გვაქვს და სიუჟეტებში საქართველოს აღიარებად ნათლავენ. რა ხდება სინამდვილეში? ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მმართველობის ინდექსი 7 ჯგუფად დაყოფილი 35 ინდიკატორით გამოთვალა. 2026 წლის ანგარიშში საუკეთესო 20 ქვეყანაც დაასახელეს, თუმცა ამ ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა. 133 ქვეყანას შორის კარგი მმართველობის ინდექსით ჩვენ 53 ადგილზე ვართ. მოდით ერთად ვნახოთ, რომელ კატეგორიაში რა ადგილი გვიკავია. 133 ქვეყანას შორის მოქალაქეების კეთილდღეობით 58 ადგილზე ვართ. ფინანსების გონივრულად და გამჭვირვალედ მართვა 53 ადგილი. ქვეყნის გავლენა და იმიჯი 42 ადგილი. ლიდერობა და გრძელვადიანი ხედვა 42. მიმზიდველი ბაზარი 38. ძლიერი ინსტიტუტები 33. კაცრი კანონები და პოლიტიკა 26. დიახ, იმედის ახალ ამბავში მხოლოდ ამ ბოლო კრიტერიუმის შესახებ წაიკითხავდით, სადაც ყველაზე კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა ვერ გაიგებდით, რომ ყველაზე ცუდი შედეგი მოქალაქეების კეთილდღეობაში მოგვანიჭეს. ვერც იმას შეიტყობდით, რომ 2025 წელთან შედარებით კარგი მმართველობის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა. და მაინც რას ფიქრობთ? ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ, ტროტუარზე დგომის გამო ხალხს ასამართლებენ, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შემზღუდავ კანონებს იღებენ და მზია ამაღლობელს ციხეში სვამენ, რამდენად არის სამართლიანი და ჯანსაღი პოლიტიკური გარემო.